არ უჯერებ მშობლებს, როდესაც მაძალებენ სწავლას და მთხოვენ ზრდილობიანად მოქცევას. ხშირად მავიწყდება მათი დარიგება და ვიქცევი საპირისპიროდ. მოდი ვთქვათ, მშობელი რატო გეუბნება რომ ვისწავლოთ და რატო გეუბნება რომ ზრდილობიანი ვიყოთ. ჩვენთვის უკეთესი არ არის აი რო დავფიქრდეთ. ახლა მე რო უზრდელი და უსწავლელი ვიყო. წარმოიდგინეთ, აი აბა რა უნდა იყოს? კაცი უზრდელი და უსწავლელი. მით უმეტეს უზრდელი. საშინელება. წარმოიდგინე, აი უსწავლელ კაცს კიდე თუ მას თავაზიანობა აქვს და ზრდილობა აქვს, მაგრამ ორივე ერთად როა, თუ მაინც არჩევანის წინაშე ვართ, უზრდელს უსწავლელი ჯობია. მაგრამ ორივე რო აქვს ადამიანს სწავლაც და ზრდილობაც, ეგ თქმა უნდა მეტი, ეგ ძალიან კარგი. უსწავლელი ქვაზე დაჯდა, ქვას დაემატავა, ეგეთი გამოთქმა არსებობს. ქვაზე გინდა ქვა დებულა და გინდა უსწავლელი ჯდარა, თუ არაფერი არ იცის. ხოდა. ჩვენ მშობლებს უნდა დაუჯეროთ, იმიტომ რომ ისინი ჩვენც არაფერს არ გვეუბნებიან. შეიძლება მე ხა როგორც მშობელი შეცდომები მაქვს ჩემს შვილთან ურთიერთობაში, მაგრამ მე ჩემი შვილისთვის ცუდი არასოდეს არ მინდა. გესმით, აი ჩვენ შეიძლება ხა მშობლებს გვეშლება რაღაც, მაგრამ მშობელს შვილისთვის ცუდი არ უნდა. ისე რომ აი უნდა გაითვალისწინოთ.